პროცესის დაწყებამდე ნიკოლოზ მარგველაშვილის მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ მინის კაბინიდან გამოეყვანათ მზია ამაღლობელი, როგორც ეს წინა შემთხვევაზე მოხდა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგთანხმდათ ის და პლანისგან მიიღო თუ არა მას შესაძლოა არანაირი ეჭვები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, დიახ, მათ მისცეს ამ საკითხზე თითი დაუქნიეს, ამაში ეჭვი არ მეპარება. უთხრეს, რომ არ თქვენ ასეთი კეთილები და კეთილ განწყობილები ვერ იქნებით. აი, სამწუხაროდ ეგ არის დიაგნოზი ამ სასამართლოსი და საერთოდ ქართული მართლმსაჯულების მოსამართლეები ეცადნენ რაღაცა ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე და მაშინვე უთხრეს არც გაბედოთ. და ეხლა წარმოიდგინეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო. ასე დიდარბაში არ გაიმართა. ასევე დიდარბაში ესეც დარწმუნებული ვარ, იმავე ინსტრუქციის ნაწილი იყო. სასამართლოს ქართულ მართლმსაჯულებას ეშინია სინათლის სხივის, ეშინია ღიაობის, ეშინია მოქალაქეების, ადამიანების თვალის, ყურის, საღიაზრის, სინდისის, ნამუსის, ყველაფრის ეშინიათ და მაქსიმალურად ხურავენ ამ პროცესებს. არ გამიკვირდება მე ერთდღეს ადვოკატებიც რო არ შეგვიშვან იქ, ან რაღაცა განსაკუთრებული სპეცშემოწმებების შემდეგ რომ შეგვიშვან, ანუ ვიზაც გასცემს არ ვიცი რაღაც სამსახურები რომ ეს შეიძლება წარმოადგენს ვიზაც არა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ქართულ მართლმსაჯულებას არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან. აი ეს არის ამის მაგალითი. რომ შეხედეთ ეზოდან იქით არავის არ უშვებენ, რომ შევდივარ გონია რაღაც სარეჟიმო ობიექტზე მივდივარ. არა და მართლმსაჯულება აღესრულება ხალხისთვის, თქვენთვის აღესრულება მართლმსაჯულება მედიისთვის, საზოგადოებისთვის და არა ჩემთვის, პროფესიონალისთვის, რომელიც წარმოვადგნევ თქვენ ჩემი დაცვის ქვეშ პროფესიის ინტერესს. თქვენ ამაზე აი დიაგნოზი ეგ არის ხშირად გისაუბრიათ